ნაძალადევში ზესტაფონის ქუჩაზე არის მარკეტი და საცხობი მარტივი, საკმაოდ დიდი შენობა, თონეც დავინახეთ მარკეტიც და საცხობი, ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს საცხობი. ეხლა შედის მადონა კოიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად, მე კი დავათვალიერებ გარედან, აბა რა იმალება ლამაზი ვიტრინების უკან. ვინ შეძლებს რომ ამიხსნას კითხვები მაქვს რომ პასუხები გამცეს. მაინტერესებს ლობიო და ასე შემდეგ სად იხარშება, სად მზადდება? მან სამზარეულოს ხო? აბა მაჩვენეთ სამზარეულოც. ეს არის მეორე ოთახი, სადაც მზადდება შიგთავსები. გასაგებია. აი ეს არის სამზარეულო. სამზარეულო, საკუჭნაო, გარედან შემოსული სამოსი, ცარიელი ბოთლები, მაცივრის მდგომარეობაც ვნახოთ. აი ეს არის მაცივარი, სადაც მჟავეულობაა და ოჯახური წესით დამზადებული საწებლებია. ამის რეალიზაციას ვერ გეტყვით, ვინ და როგორ ახდენს, ყოველ შემთხვევაში უყურებ რომ ობიექტზე არის. მაცივარი აშკარად გასაწმენდია. არ ვიცი, აი ძალიან ბევრი ისეთი გადასაყრელი და მოსაცილებელი ნივთები არის. ეს მაცივარიც მუშაობს, არ გეგონოთ რომ არ მუშაობს ეს მაცივარი. კულერის მდგომარეობა ნახეთ როგორი არის. ეს არის ყველი, რომელიც დაჭრილია და ჰერმეტულად არ არის თავდახურული და გაურეცხავი მწვანილი. ნახეთ როგორ შეიძლება რომ აი შიგნით ჩვეულებრივად ჩაცვინდეს და ეს ნაგავი და არასწორია არანაირად მაცივარი გასაწმენდია. ვაიმე ეს ნახეთ. ეს რა არის იცით? ეს არის მჟავეულობა. ამას შეხედეთ. მჟავეულობა. შეხედეთ როგორ ყრია ყველაფერი. შეხედეთ. ნახეთ. აი ეს კაი მესმის, მაგრამ აი ეს არ მესმის, აი ეს არ მესმის. აი ეს სარიელი ისინი გადასაყრელი პარკები, ნაგვისყუთი ხო არ არის, ეს არის ჩვეულებრივად საჭმელში გამოსაყენებელი მჟავეულობა. ნუ ასე როგორ შეიძლება ესეთი ადამიანის მიმართ დამოკიდებულება? არანაირად არ შეიძლება. გაზქურა სუფთა არის, ლობიო იხარშება, ცოტა აღელვებული და ანერვიულებული ვარ, იცით რომ აი ესეთ რაღაცებს ვერ ვეგუები ვერანაირად. ელემენტარულად აი ცოცხის ყიდვის პრობლემა რატო უნდა იყოს ობიექტზე? ცოცხი ხო ნორმალური უნდა იყოს, ეს ცარიელია, ამაში არაფერი არ არის. და აი აქ ამ პირობებში, აი ესეთ პირობებში, სადაც აბლაბუდები და ყველაფერი აბსოლუტურად დასუფთავებელია და სადაც ქუჩიდან შემოსული სამოსია, აქ არ უნდა ხდებოდეს საკვების მომზადება. აი მე რასაც ვხედავ, საკმაოდ სუფთა ეს საცხობი, კაფელით არის მოპირკეთებული. მე კი პროდუქციას დავათვალიერებ, ეს არის საკმაოდ ტრადიციული fast food-ი, ღვეზელი, ხაჭაპური, ჰოთ-დოგი და ასე შემდეგ. აგერ ხედავთ, ყველა ეს პროდუქცია არ არის ძვირი, ლარნახევარი, ორნახევარი, 4 ლარი და ასე შემდეგ. სულ დგას ხალხი, გემრიელია აქ რასაც თქვენ. აი პონჩიკები იყიდათ, ხო? ძალიან კრემიანია? კი, ხშირად ყიდულობ. აჰა. ყიდულობენ, ესე იგი გემრიელია, ეს კარგია და თუ კიდევ ასევე სუფთად და ხარისხიანად მუშაობენ სამზარეულოში, მაშინ ჩვენი აპლოდისმენტები ამ საცხობს. აი ტილოები ნახეთ რა მდგომარეობაშია, ნუ კოვზი ჟელეში, ეს არის რა ვიცი, აი რისთვის ნახმარია და რისთვის ხმარობენ, მე მგონი მარილიანი წყალია, ნახეთ აი როგორი ბინძურია, შეხედეთ, ნიჟარა ნახეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ. კედელი ნახეთ და აი როგორც ვიცი, აი უსაფრთხო არ არის და აი რამდენად არის შესაძლებელი, ამას უკვე შესაბამისი ორგანოები ჩვენ რო ვაჩვენებთ, ალბათ შესაბამისი ორგანოები ამას მიაქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ რამდენად ვიცი რისკ ფაქტორს წარმოადგენს და რამდენად სწორად არის დამონტაჟებული, თუმცა გარეთ გადის მილი, მაგრამ მაინც როგორც ვიცი, ცოტა საშიშია. კარაქის მდგომარეობა ნახეთ, აქ მარტო ფასები წერია, მეტი არაფერი, არანაირი ვადებზე აქ ზედმეტია ლაპარაკი, ეს რძიარი ალბათ და როდინდელია და რა რძია ვერ გეტყვით. დეფროსტაცია სწორად ხდება, ოღონდ ნაჟური წყალში არ უნდა იყოს და ჯერჯერობით წყალი არ არის. აი ამას შეხედეთ. აი ეს მინდა გაჩვენოთ, აი, ნახეთ. აი ეს არის ამაზრზენი, აი ეს არის სირცხვილი. ამის ვადის გარკვევა შეუძლებელია.
და ძალიან წუხარ, აი ძეხვი როდინდელია და ვისი არაფერი არ ვიცით. ღუმილი არის ნამდვილად კარგი, კარგიც არ უნდა დაუკავოთ, რაც აქვთ გაკეთებული. ჰერმეტულად უნდა იყოს ყველის თავდახურული და ესეთი ბინძური ნახეთ, ესეთი აი გაურეცხავი, რომელიც აი საჭიროებს გარეცხვას, ესეთი თავსახური არ უნდა იყოს. კარგ მდგომარეობაშია სინები, ნახეთ, ეს დასუფთავებულია და ეს მომწონს, თუმცა გასარეცხია, მაგრამ გამოყენებულია უკვე და არ არის აი ძირითადად, როდესაც ჩვენ შევდივართ საცხობებში, ვხედავთ, რომ აი ნამწვი ძალიან სქელი ფენა არის მოდებული. აქ ეს არსად არ არის, ნახეთ, აი ყველაფერი არის მექანიკურად გასუფთავებული და ეს რა თქმა უნდა ამათთვის დიდი პლუსია. თუმცა რაც არ მომწონს, აი შეხედეთ, სვენა ჩვეულებრივად როგორ მიმდინარეობს ზევიდან და უბრალოდ აი ცოცხით არის ჩამოსაფერთხი კარგად, რაც არ არის გაკეთებული. ეს არის ღვეზელის შესაწვავი. ზეთი გამოცვლილია, აი ეს ნახატი რაც არის, ეს არის თვითონ მოწყობილობაზე არის, აი ძველი, თუმცა კარგად ჩანს, რომ ზეთი არის სუფთა, ყოველდღიურად ცვლით, რომელზეც გამოიყენებთ. მრავალჯერადი, ანუ კი ბეტონო, შესაძლებელია, თუმცა აი ნახეთ, აქაც მინუსი რა გაქვთ. აი ეს უნდა კარგად იწმინდებოდეს, აი ეს რაც არის, აი მიმხმარი, ესენი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ისევ ბრუნდება მერე საკვების ჯაჭვში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და აკრძალული. რაც არ მომწონს კიდე, აი ნახეთ, რამდენი ნაგავი. აი დავიჯერო ახლა ამას ყველაფერს თქვენ ვერ უყურებთ? აი ამდენი ნაგავი და აი ამდენი ის რო არის, აქ აი ნახეთ. აი ეს არ უნდა იყოს არაფერი, უნდა ირეცხებოდეს, უნდა იწმინდებოდეს ყველაფერი. კუსტარული ღუმელია დამზადებული და არანაირი პრობლემას ვერ უყურებთ. თავარია რომ იყოს სუფთა და შიგნით აი შევხედოთ რამდენად სუფთაა და სუფთაა ნამდვილად, აი ნახეთ, არანაირი პრობლემა ღუმელებთან დაკავშირებით ამ ობიექტს არ აქვს, თუმცა სხვა მილიონი პრობლემა აქვს. ნაგავი არ უნდა იყოს და პროდუქტი ერთად, მაგრამ აქ ძირითადად აი მეორადია ყველაფერი, ანუ გამოყენებული ისინია ძირითადად ყუთები, ალბათ გადასაყრელად გამზადებული. მექანიკურად უნდა იწმინდებოდეს ყოველი დამუშავების შემდეგ და მე არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა, რომ თქვა ასუფთავებენ თუ არ ასუფთავებენ, ყოველ შემთხვევაში არის და იმედია რომ დაასუფთავდება. და კი ბეტონო, მე მაგას ვამბობ ზუსტად რომ ვერ ვიტყვი მეთქი რომ არ ასუფთავებენ. ახალი გამოყენებულია და იმედია რომ დაასუფთავებენ და ალბათ ასეც იქნება. საცერი გააქვთ ობიექტზე? ამით ცრით 10 კილოგრამ ფქვილს? კარგი, 5 კილო ამაში ჩავა, 5 კილოს. ბატონო? ეს გაქვთ ზევით მოსაყრელად, ეს გაქვთ იმისთვის, რა ქვია, პუდრი რომ მოაყაროთ ზევით, ამას ისთვის გამოიყენებენ, ვიცი. ეს ანუ არცრით თქვენ ფქვილს. ფქვილის გაცრა არ ხდება ამ ობიექტზე. ფასები აუცილებლად დასარეცხია, ყველა მოსაწესრიგებელია, უჟანგავი, არაჩვეულებრივი ზედაპირია. რა არის კიდე ამ ობიექტზე ძალიან დიდი პრობლემა? აი მე ხა ქაბოტო შევპირდი რომ მისახეს დავბრალავ და ნამდვილად დავბრალავთ, მაგრამ აი კი ბეტონო, მაგრამ ნახეთ რა პრობლემაა. ქალბატონი აი ჩვეულებრივ სამოში ქუჩიდან შემოსული, ესე ვთქვათ, ამ წუთში მეც ქუჩიდან შემოსული ვარ, მაგრამ ხალათი მაცვია და აი როდესაც აი აქ ტრიალი მიმდინარეობს და აი გაწეწილი თმა, რომ უკვე პროდუქტა რო შეეხება აქვს, არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც ხორცთან აგვაქვს საქმე და პიცასთან აგვაქვს საქმე, ელემენტარულად გადაფარებული მაინც უნდა იყოს და დაცული უნდა იყოს, რომ მომხმარებელს სუფთა და უვნებელი პროდუქტი მივაწოდოთ. აი ეს არის სულ ერთადერთი, რაც აქ მომწონს, ის არის, რომ ცალკე ყავთ მოლარე, რომელიც წესით არ უნდა ეხებოდეს პროდუქტს, მაგრამ არა, მიხმარების უფლებაც არ აქვს. თქვენ გვაქვთ თქვენი მოვალეობა და ის შეასრულეთ. კედლები ჩამოწმინდეთ, ტვენისგან დაასუფთავეთ და შემდეგ უკვე გააგრძელეთ ჩვეულებრივად მუშაობა. აი ყველგან აბსოლუტურად დარექილია მტვერი და უბრალოდ ჩამოფერთხვა უნდა მათ